გამარჯობათ მეგობრებო. ვაგრძელებთ ჩვენ წინდის ქსოვას თემა დაშიბვა. მოქსოვილი გვაქვს აქამდე, ვისაც გაინტერესებთ ეს აქამდე როგორ მოვედით, არის ვიდეო და წინა ვიდეო ნახეთ ამისთვის. ჩვენ აქედან გავაგრძელოთ შემდეგი. ახლა ვართ ეს გვაქვს უკვე მოქსოვილი და ახლა ამ რიგს მოვგზავნოთ. თქვენთვის რომ დამაბნეველი არ იყოს ამ ბევრი ნიშნების ერთმანეთში არ ევდარევა. მოდი ასე დავხუროთ და რაც გვჭირდება ადვილად გავაკონტროლებთ ხო სად ვართ. ახლა გაჩერებული ვართ, ეს მოქსოვილი გვაქვს და იგივე თვლებს დავშიბავთ აქ. შემდეგ მოვგზავნთ 1, 2, 3 ცარიელი ჩვეულებრივი თეთრი ფონით, როგორც გვგზავნთ და გავაგრძელებთ. ჩვენ გვჭირდება ახლა მწვანე და ჩვენ გვაქვს აქ დატოვებული მწვანე, გადმოვაგდება ასე. ახლა აქედან გამოვიტან, აქ მჭირდება, არ მოახვიო ჩხირებს ძაფის ზევიდან, აქედან არა, აქ უნდა გქონდეს. მოვიხვევ თითზე, შემოვატრიალებ, დავტოვებ ჩხირზე, მოვგზავ ჯერ და მოვჭიმავ კარგად. რადგან მჭირდება მეორე, აქვე ვიმეორებ ხელმეორედ, დავტოვებ ასე, მოვგზავ მეორე თვალსაც, ახლა მოვჭიმავ კარგად. აქ როგორც არის ნაჩვენები, მხოლოდ 2 თვალი და ამიტომ ნახე ახლა, ასე დავტოვებ. თითით დავიკავებ, ახლა აქედან მოვალ და იქით გავიტან. არც ერთ შემთხვევაში, როგორც კი დამთავრდება იმ ფერის დაშიბვა, რაც არის აქ ნაჩვენები, უნდა გაიტანო იქით. არც ერთ შემთხვევაში აქეთ არ უნდა დატოვო. ნახაზზე გვიჩვენებს, რომ 3 თვალი უნდა მოვგზავნოთ ჩვეულებრივად და მესამე თვალი, ესე იგი გადმოვდივართ კიდე გარეთ. სად ვართ? ბოლო მწვანე თვალზე დავშიბავთ და კიდევ შემდეგ თვალს უფრო გარეთ მოვდივართ. შემდეგ 2 თვალს მოვგზავნთ ჩვეულებრივად და შემდეგ 2 თვალს კიდე დავშიბავთ. ახლა მჭირდება მე და მოვძებნი. ნახე საიდან ამომაქვს და სად მჭირდება. აქ. ერთი და კიდე მეორე თვალი. ესაც 2 თვალი. შემდეგ იქსოვება ჩვეულებრივად მოქარგვის გარეშე. აქ ყოველთვის კარგად მოჭიმე, რომ ეს ძაფები არ დაგრჩეს, თორემ მე ძალიან ცუდად გამოჩნდება. ასე. ეს აღარ მჭირდება, ამიტომ აქ ვერ დავტოვებ, აუცილებლად ნახე. ისევ აქ გავიტანე და აქ თითით დავაფიქსირე. ახლა იქიდან მოვალ და მეორე ხელით აგერ გადავიტან იქით. 2 თვალი მოგსოვეო ჩვეულებრივად. შემდეგ ისევ მწვანე უნდა მოვგზავნოთ, ამიტომ მე აქ ახალ ძაფს ჩავაბა
200. შეგეძლო ორი თვალის აქეთ ამ ძაფითაც მოგექარგა, მაგრამ ის უკვე პატარაა, ამიტომ მე აქ ახალ ძაფს ჩავაბავ. აი სად მოვიტან. ხო ჩავაბი იქ. საქსოვ ძაფზე. აი სად გამოვიტან. ზემოდან არ გადმოიტანო ჩხირებზე. ერთი ორი აღარ მჭირდება. ნახე? ამ თითზე დავაწვევი და ასე დავიკავებ. ახლა აი აქედან მოვალ, გავიტან და იქით დავტოვებ. დანარჩენი აქ მე სქემა არაფერს მიჩვენებს და ვქსოვ ჩვეულებრივად. შემდეგი რიგი. არ დაგაბნიოთ ამ ლურჯმა აქ რომ ნიშნები მაქვს ლურჯით მოხაზული, ეს სულ მწვანე იქსოვება, აი როგორც აქ გვაქვს. აი ახლა დააკვირდით. ეს ორი თვალი იყო დაშიბული და დავშიბეთ. ახლა ნახეთ. ერთით წინ დაშიბეო, ერთით შემდეგ და თვითონ ეს ორი თვალი. ასე წახვალ ახლა წინ, ერთით ადრე რომ მოხვალ აქ დაშიბავ ამ თვალს, შემდეგ მეორეს, შემდეგ მესამეს და ერთით აქით უნდა გადმოხვიდე და მეოთხესაც, ესე იგი ჩვენ აქ 4 თვალი უნდა დავშიბოთ მწვანე. ერთით აქეთ ეს ორი თვალი რაც იქარგებოდა და 4. აი აქ დავტოვებ. ახლა აქედან აი ასე გამოვიტან. აი აქ მჭირდება. ერთი ვაგრძელებ 2 3 4 ჯერ მოგსოვ, შემდეგ კარგა მოჭიმავ, ყოველ თვალზე ასე. 4 თვალი დავშიბე. აღარ მჭირდება ეს ძაფი, აქ არ დატოვო. აი აქ გავიტან, აქვე. ახლა იქიდან მოვალ და აგერ გადავაგდებ იქეთ. შემდეგ ახლა ნახე ეს ორი თვალი წეღა რომელიც ერთად დავშიბეთ იყოფა. ეს ჩვეულებრივად მიდის აქ პირველი მწვანე და დავშიბავთ, შემდეგ დავტოვებთ. ცარიელი უჯრა ნიშნავს რომ ჩვეულებრივად მოვგსოვთ როგორც ვგსოვთ და იმის შემდეგ აქედან ერთი თვალით აქეთ შემდეგ დავშიბავთ. ესე იგი მეს ძაფი აქ მჭირდება. გამოიყენებ სადამდეც შეგიძლია რომ ეს ძაფი ასე მოახვიო და მოგსოვო შემდეგ ჩამოშიბო. და როცა უკვე ამოილევა ეს საქარგი ძაფი, დატოვებ იქით, ასე.
აქ სხვა ძაბს დაამატებ, როცა დაგჭირდება, ამ ძაბს შემდეგ როცა მორჩები ქსოვას დაამთავრებ, ჩაანასკვებ კარგად, დაამაგრებ, ასე არ დატოვოთ, ორი აქეთ გამოგივა ეს ძაფი და დაგეშლება. როცა მორჩები წინდის ქსოვას ჩაამაგრე, აქ ლამაზად წააჭერ ზედმეტები და ისე დატოვე. ერთი თვალი მოვქსოვე, აი შუა ერთი თვალი მოვქსოვე, და აი ამის შემდეგ მოვქსოვ დაშიგვით. აი ამას წამოვიღებ აქეთ. როცა ახლოს გაქვს ეს ძაფი, რაც გჭირდება, შეგიძლია რამდენიმე თვალზე გადმოიტანო, მაგრამ როცა შორს არის, აი შორიდან შორს არც ერთ შემთხვევაში არ გადაიტანო. და ყოველ ჩამოშიბვაზე აუცილებლად ასე უნდა გქონდეს ძაფი, შემოახვიო და დატოვო თვალზე, ჯერ მოგსოვო, შემდეგ კარგად მოჭიმო, აქ გეუბნება, რომ 1, 2, 3 თვალი უნდა მოგსოვო და აქ აღარ გჭირდებაო და აუცილებლად უნდა გაიტანო აქეთ უკან. აი აქ 1, 2, 3 თვალი მოგსოვეო, წინა რიგზე რო დავშიბეთ დატოვეო და იმის გვერდით კიდევ გარეთ გავდივართ. 1 თვალით გარეთ გავდივართ და ასე დავშიბავთ. 1, 2, 3, აი ახლა. და რადგან ახლოს მაქვს მე ეს ძაფი, აი ასე გადმოვიტან და გარედან დავტოვებ აი აქ. ახლა აი აქედან გამოვიტან აქ. აი აქ. ამ ძაფის ზევიდან, რომელიც ძაფითაც გსოვ, არასდროს არ გადმოატარო ზემოდან, აუცილებლად ქვედა მხრიდან უნდა გამოიტანო. არც ჩხირებზე არ გადმოატარო, აუცილებლად აი აქ უნდა გქონდეს. ჯერ მოვქსოვ, შემდეგ კარგად მოვჭიმავ, ერთი თვალიო, დავაბრუნებ უკან, აი ასე დავიკავებ, ახლა იქიდან მოვალ და გავიტან. შემდეგი რიგი. ეს მიდის ერთი თვალით კიდევ წინ. წინა რიგზე თუ აქ დავშიბეთ, ახლა ერთი თვალით კიდე წინ გადავდივართ. ამიტომ დასაწყისი ჩვენ აი ეს და აქედან აქამდე მონიშნული გვაქვს მთლიანი გვერდი. ეს შეგიძლიათ ნახოთ წინა ვიდეო, როგორ დავიწყეთ ეს წინდა. ვთვლით თვლებს აქიდან აქამდე. 1, 2, 3 თვალი უნდა მოგსოვო და დაიწყო დაშიბვა. თუ გინდა სადაც შიბავ, აქედან გადაიანგარიშე. აქ ხო იყავი წინა რიგზე, ერთი თვალით წინ გადმოყვალ და აქედან დაიწყებ. 2 თვალი უნდა დაშიბო, შემდეგ უკვე წითელი უნდა ჩაამატო. შემდეგ კიდე 2 თვალი უნდა დაშიბო მწვანე. გამოდის, რომ აქ თავისუფლად ცარიელი თვლები არც ერთი არ იგსოვება. 2, 4, 6 თვალი უნდა დავშიბოთ, მაგრამ 2 მწვანეა, 2 წითელია, 2 მწვანეა. ერთი თვალით წინო, აი აქ. ახლა ნახე, რადგან მე ეს მწვანე აქ შორს არის, აქ ჩავაბამ სხვა ძაფს. საქსოვ ძაფზე გამონასკვავ მოსაქარგ ძაფს. აი ასე. თუ ახლა თავიდან გაგიჭირდეს ეს და რთული იყოს, აი აქ ახლოსვე ამოიღე თვალში ეს ძაფი და გამონასკვე.
არა აუცილებელი ასე გააკეთო, შემდეგ მიაჩვევ ხელს და ძალიან ადვილად გააკეთებ. დაამაგრებ. 1 2 ერთი თვალით წინ გადავედი და მოვქარგე 2 თვალი. ახლა წითელი მჭირდება აქვე. ეს უნდა გავიტანო, არც ერთ შემთხვევაში აქ არ დატოვო, აი ასე დაიკავე. მოდი ახლა იქიდან და აი გადაიტანე ეს ძაფი. ახლა აქ გვჭირდება წითელი. აქვე ჩავამაგრებ წითელ ძაფს საქსოვ ძაფზე. ამ წვანის გვერდით და დავშიბავ 2 თვალს წითელს, როგორც სქემაზეა. 1 აი ასე მოჭიმე კარგად. 2 2 თვალი ასე მიჩვენებს, მე ეს ძაფი აღარ მჭირდება. აქ არ დატოვო. აი აქვე გავიტან ისევ ამ თვალზე რომ მოვახვიო ისე, აქ დავიკავებ, ახლა იქიდან მოვალ და აუცილებლად საქსოვი ძაფის ქვევიდან გავიტან და დავტოვებ. ახლა ნახე, აქვე უნდა გავაგრძელო მე და 2 მწვანე უნდა დავშიბო. რადგან ეს ძაფი პატარა მაქვს, ეს ახლოს არის და ისევ ამას წამოვიღებ. აი აქ. განაწილებ შეხედავ, როგორ სად რა დაგჭირდება. შენ თვითონ მერე უკვე გაგიადვილდება კონტროლი. სად აკეთებ, რას აკეთებ, რამდენი გჭირდება. 1 და 2. აი ასე. 2 თვალი დავშიბე, აღარ მჭირდება ეს, გავიტან უკან და აი ასე დავტოვებ ახლა იქით. შემდეგ ახლა ნახე, 1 თვალი მოგსოვეო და შემდეგ 1 კიდე დაშიბეო. 1 თვალი მოგსოვე, ცარიელი უჯრა ნიშნავს, რომ არ უნდა დავშიბოთ, არანაირი ფერი არ უნდა იყოს და ჩვეულებრივად რა ფერითაც გსოვ, იმ ფერით ჩვეულებრივად მოგსოვ 1 თვალს დაშიბვის გარეშე. ახლა 1 თვალი მწვანე დაშიბეო. მე თუ მაქვს აქ ძაფი დარჩენილი, აი ასე. თუ მეყოფა ეს ძაფი, დავშიბავ 1 თვალს. იმდენი უნდა დაგრჩეს, რომ აქ რო ჩამოშიბავ და გაიტან, უნდა დამაგრდეს შემდეგ, დაამაგრო ეს ძაფი, აი ასე. ეს ძაფი აქ დამთავრდა, ხო? აღარ არის მეტი. იქ ჩავანასკვებ შემდეგ და დავამაგრებ. ახლა 1-2 თვალი უნდა მოვგსოვო თავისუფლად და შემდეგ 1 თვალი კიდე მაქვს, რომ დავშიბო. ისევ მწვანე. 1-2 თვალი, ეს წინა რიგზე იყო დაშიბული, მაგრამ გაცდიო, გიჩვენებს აგერ. ახლა მჭირდება მწვანე. აი ასე წამოვიღებ, შემდეგ აქედან გავალ და გამოვიტან აი აქ. ყოველთვის აკონტროლე, ძაფის ზევით არ გადმოიტანო საქსოვი ძაფის ზევით, არც ჭხირების ზემოდან, აი აქ. ასე. ჯერ მოგსოვე, კარგად მოჭიმე, მეტი არ გჭირდება, უნდა მოგსოვო 2 ცარიელი თვალი, ამიტომ აუცილებლად უკან უნდა გაიტანო. თუნდაც აი ასე, ნახე აქ. რადგან როცა შემდეგ გჭირდება ისევ ხედავ, აი ასე შეგიძლია, ოღონდ აქედან აუცილებლად უნდა გადაიტანო. აქ არ უნდა დაგრჩეს.
ნახე სად არის, ახლა ისევ გადმოვიტან აქ, ისევ ეს მჭირდება მე. და ერთ თვალს ჩამოვშიბავ წინა რიგიდან ისევ მწვანეს. აი ასე. მოვჭიმავ კარგად, დავაბრუნებ, აქ აღარ მჭირდება, ასე დავიკავებ, ახლა მოვალ და იქით გავიტან. როცა მოგსოვდა მოხვალ, აქ ეს ძაფები აქ დაგხვდება, რადგან იქიდან აქეთ გადმოყარე, ხო? აქედან იქით გადაიტან, რო აქ ხელი არ შეგიშალოს და სუფთად გსოვო, ასე იქით დატოვებ. ახლა შემდეგი რიგი. არსად არ მივდივართ იქით და აქით, იგივე რასაც ვგსოვდით, მოვგსოვთ და დავშიბავთ ისევ იმ თვალს, ოღონდ ერთს. შემდეგ აი წითელი გაბევრდა, ნახე, ერთით იქით ყოველთვის დააკვირდი, ფერები საით მიდიან. ახლა ნახე, ეს მწვანე რჩება ისევ აქ და დაშიბავ ზუსტად იმ თვალს, რომელიც იყო წინა რიგიდან. წითელს დააკვირდი 1, 2, 3, 4 თვალია. ხედავ, რომ 4 თვალია, მაგრამ წინა რიგიდან 2 თვალი რომ გაქვს დაშიბული, ამ 2 თვალის ზემოთ ორივე ისევ დაშიბავ ორივეს და ერთს წინ, ერთს შემდეგ ასე დაუმატებ. ახლა აქედან რო დაიწყო და 4 თვალი დაშიბო, არ გამოგივა ეს ფორმა რაც არის. ამიტომ ყოველთვის აკონტროლე წინა რიგიდან საით მიდის ფერები. ეს 2 წითელი და დაშიბავ ორივეს, ერთით წინ წახვალ, ერთით შემდეგ და გამოგივა 4 თვალი წითელი. გავაგრძელოთ. ნახე, როგორც აქ გეუბნება, იმ თვალზე დაშიბეო, როგორც წინა რიგი. კარგი. ერთი თვალიო მხოლოდ მწვანე. კარგად მოვჭიმა, გადავიტან, დავაბრუნებ უკან და აქედან გავიტან, აუცილებლად საქსოვი ძაფის ქვეშ. შემდეგ არის 4 მწვანე წითელი, ერთით წინ, თვითონ 2 თვალი, ერთით შემდეგ. რომ გამოგვივიდეს ის ფორმა, რასაც გვეუბნება. მოვიტანოთ წითელი. აი ასე დავტოვებ იქით, ახლა აქედან გავალ ძაფის ქვეშ და აქ გამოვიტან. ასე არა, შემოვატრიალებ და აი აქ მოიტან. აუცილებლად. აი აქ უნდა გქონდეს ძაფი, რომ დაშიბო ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფერი. 1 მოვჭიმავ კარგად, 2 მოვგსოვ და შემდეგ მოვჭიმავ კიდე 3 ეს არ დაგრჩეს ასე მოშვებული, აუცილებლად ყოველი თვალის მოგსოვისას მოჭიმეს დაშიბული. 4 4 თვალი დავშიბეთ, ხო, როგორც არის ნაჩვენები. ახლა ეს აღარ მჭირდება და მიმაქვს იქით. აი აქედან. ასე. მაგრამ აქვე მჭირდება ამ წუთში ახლა მწვანე,
როგორც აქ მეუბნება, აი ნაჩვენები როგორც არის. ამიტომ ისევ წამოვიღებ ამ ძაბს აქეთ, ახლოს მაქვს. ერთი თვალი მხოლოდ. ეს ძაფიც აქ უკვე ამოილია. ეს აღარ გამომადგება, ამას დავტოვებ აქ გავიტან აუცილებლად, რა თქმა უნდა, აღარ მჭირდება და შემდეგ რო დამჭირდება, ახალ ძაფს ჩავაბამ და ეს ჩავანასკვებ, წავაჭრი, გავასუფთავებ და დავტოვებ იქ შემდეგ. აი, ერთი მწვანე, 4 წითელი, ერთი მწვანე. და ეს 4 წითელი როგორ დავშიბეთ, ერთით წინ, ერთით შემდეგ, რომ გამოგსულოდა რაც იყო მოცემული ნახატზე. ვაგრძელებთ. ერთი თვალი მოქსოვეო ჩვეულებრივად ცარიელი უჯრა ნიშნავს, რომ არ დავშიბავთ და ისე მოვგსოვთ. შემდეგ ერთი მწვანე როგორც მოდის, ეს მწვანე, ერთი და იგივე თვალზე დავშიბავთ. თუ არ გვაქვს ძაფი, მოვიტანთ, რადგან აქ უკვე დამთავრდა, ამოილია. იღებთ, აი ეს მულინის ძაფები გექნებათ დასაშიბად. წინა ვიდეოშიც ვთქვი, რომ აი ამ ძაფებით დაშიბავთ, აი აიღებთ რაღაცა სიგრძეს, რაოდენობას დაახლოებით, აი ასე. აი ეს შეგიძლია მეტი უფრო, რა ვიცი, გაჩნია, რამდენს კარგავ, წინ რა გაქვს გასაკეთებელი და რამდენი გჭირდება იმის მიხედვით. თუ ახლა დამთავრდა და დაგჭირდა, კიდე ჩაამაგრებ, როგორც ვაკეთებ, ხო ახლა. თუ აღარ დაგჭირდა და ბევრი დაგჭა, წააჭირი სხვაგან გამოიყენებ. ახლა ამ საქარგძაბს, აი ამ საქსოვ ძაბზე ჩამოვანასკვებ. აი ასე. წამოვიღებ და აი აქ გამოვიტან აუცილებლად. აი აქ. ჩხირებზე ზევიდან არ დაგრჩეს ის ძაფი. მოვგსოვ, მოვჭივავ შემდეგ კარგად. ეს მეტი აქ არ მჭირდება, ამიტომ აი გავიტანე იქით, აქედან მოვალ ახლა და იქით გადავიტან, რომ აი ასე მოეხვიოს და ასე დატოვო ეს. შემდეგ რას ვაკეთებთ? აი ასე. ერთი მოვგსოვე. 1, 2, 3 თვალი, 3 უჯრა არის და ეს 3 უჯრა 3 თვალია და აქ არაფერს არ მიჩვენებს და ესე იგი ჩვეულებრივად ვგსოვთ და შემდეგ ვქარგავთ 2 თვალს. ამ 2 თვალს დააკვირდი. წინა რიგზე ხო იყო აქ მოქარგული. ამას ვტოვებთ და ვგსოვთ ჩვეულებრივად. ერთი თვალით აქეთ გადმოვინაცვლებთ, აქედან ერთი თვალით აქეთ გადმოვინაცვლებთ და ამ 2 თვალს დავშიბავთ მხოლოდ. აი, ამ 2 თვალს დავშიბავთ. ეს იყო წინა რიგიდან, ვტოვებთ, ვგსოვთ. ეს იყო წინა რიგიდან, ვტოვებთ და შუა 2 თვალს დავშიბავთ. აი აქ მოვიტან, აქ. ძაფის და ჩხირების ზევიდან არა, აი აქ. 1, მოვჭიმავ კარგად. მეორე, ჯერ მოვგსოვ, შემდეგ მოვჭიმავ კარგად ამასაც.
ორი თვალიო მხოლოდ დავაბრუნებ უკან, მოვალი იქიდან და გავიტან აი აქ, ძაფების და ჩხირების შუა და ქვევიდან. დანარჩენს ჩვეულებრივად ვგსოვ. ვაგრძელებთ ჩვენ სქემის დაშიფვას. აი აქ დააკვირდი, ახლა გაქრა მწვანე აღარ არის არც აქ, არც აქ. 1, 2, 3, 4, 5, 6 წითელი გვაქვს და როგორ? წინა მწვანეც წითელმა დაიკავა, რაც იყო წინა რიგიდან ყველა თვალი იქარგება წითლა და ბოლო მწვანე თვალიც წითელმა დაიკავა. აქედან ვამატებთ ერთ წითელს, აქედან ვამატებთ ერთ წითელს და ასე ვქარგავთ 6 თვალს წითელს. მოხვედი ხო აქ მწვანესთან და პირდაპირ იწყებ წითელს, რადგან მწვანე ქრება და მწვანეზე წითელია აქ. მოვძებნოთ ჩვენ ეს, მოვიტანოთ აქ. აი ასე ჩხირების შუა, ძაფის ქვევიდან, არცად არაფერზე არ გადმოიტანო, აი აქ უნდა მოიტანო, აი აქ. და ვიწყებ 1, ერთით წინ გადმოიწია წითელმა, ერთით შემდეგ 2, 3, ყოველი თვალის ჩამოშიბვისას, როცა მოგსოვ შემდეგ ამ თვალს, აუცილებლად მოჭიმე ეს ძაფი. არ დაგრჩეს იქ ისე მოხვეული. 4, 5, 6. რამდენი თვალიც გჭირდება იმ ფერში, იმდენ თვალს ჩამოშიბავ, ასე მოყვები და როცა აღარ დაგჭირდება, აქ არ დატოვო, აუცილებლად აი ისევ იმ გზით გაიტანე, დაიკავე აქ, მოდი იქიდან და აგე იქით გაიტანე შემდეგ. ერთ თვალს ვგსოვ ჩვეულებრივად და შემდეგ ერთი მწვანე, როგორც მოდის ეს მწვანე. აქედან მოიტან, დატოვებ, აქედან გახვალ ძაფის, საქსოვი ძაფის ქვეშ ყოველთვის და გამოიტან ჩხირებს შორის. აი ასე. მხოლოდ ერთ თვალს მოვჭიმავ კარგად, ისევ აქედან გავიტან, მოვალ იქიდან, გავიტან და დავტოვე. აქ სხვა არაფერი არ არის მოსაქარგი და ჩვეულებრივად ვგსოვ. ეს ძაფები ბოლოს უნდა ჩავანასკოთ, ჩავაბათ, რომ აქეთ არ გამოვიდეს. ვაგრძელებთ. მოვედით ახლა ჩვენ სამუშაო ადგილას და ვნახოთ რა გვაქვს შემდეგი. ახლა ნახე. უნდა მოვქარგოთ 4 თვალი მხოლოდ წითელი. 1, 2, 3, 4. ახლა დააკვირდი, ეს 4 წითელი აქ არის, სად უნდა მოვქარგო? უნდა აუცილებლად გააკონტროლო წინა რაც უკვე ჩამოშიბე, ეს საით მიდის. ერთი თვალი აქედან მოაკელი, ეს ხომ მიდიოდა აქ?
უკვე цаრიელია, ესე იგი აღარ ჩამოშიბავ მოქსოვ цаრიელს. ეს ხო მიდიოდა აქედან. აღარ ჩამოშიბავ цаრიელია, მოქსოვ ჩვეულებრივ. ერთ თვალს აქედან მოვაკლებ, ერთ თვალს აქედან მოვაკლებ და შუა 4 თვალს დაშიბავ. ეს იმას ნიშნავს მოვაკლებ პირველი თვალი, აი აქ, ჩვეულებრივად მოვქსოვ. ახლა წავალ და მოვიტან ამ ძაბს, აქედან გავალ და ასე გამოვიტან, აი არც ძაფის ზევიდან, არც ჩხირების ზევიდან, აი აქ მოვიტან. 1 მოვქსოვ, მოვჭიმავ კარგად და ვაგრძელებ. 2 3 4 4 თვალი დავშიბე და აღარ მჭირდება. აი სადმი მაქვს, მოვალ ახლა ქვევიდან, ძაფის ქვევიდან და იქით გავიტან. ბოლო თვალიც მოაკლდა ხო დაშიბვას, ამიტომ ჩვეულებრივად მოვქსოვ და გამომივიდა 4 თვალი. შუა აქედანაც მოვაკლე, აქედანაც. შემდეგ 1-2 თვალი მოქსოვეო, რადგან 2 უჯრაა цаრიელი. შემდეგ ეს თვალი ისევ აქ დაშიბეო, როგორც მოდის და მოდის. კარგი. აი სად მომაქვს 1 თვალი უნდა დავშიბო. მოვჭიმავ კარგად. დავაბრუნებ, ისევ აგავიტან და ასე დავიკავებ. ახლა იქიდან მოვალ ძაფის ქვევიდან და გავიტან და დავტოვებ. ჩვეულებრივად მოვქსოვ აქ. არაფერი არ არის დანარჩენი, წინდა, რომელიც ჩვეულებრივად იქსოვება. დაშიბვის დროს, მეგობრებო, წინდა თუ რაც არის, თუ ხელთათმანია, თუ ბაჭიჭია, თუ რა ვიცი, რასაც შიბავ, ხო? ერთი ფერის ძაფით იქსოვება მთლიანად, რა ფერსაც აირჩევ. და იმ ფერზე განალაგებ შემდეგ, რომ დაშიბავ ამ სქემას, რაც იქნება. ახლა ჩვენ ნახეთ, აქეთ-იქეთ რო ვატარეთ ეს ფერები, აქ ყვავილი მოვქარგეთ, აქ ფოთოლი. მოვედით და ახლა შემდეგ რას ვაკეთებთ? ვაგრძელებთ სქემას. დააკვირდი ახლა ამ სქემის მიხედვით ბოლოს 4 წითელი თვალი ჩამოვშიბეთ აქ. ახლა ნახე, ამ რიგზე მხოლოდ 2 თვალია, მაგრამ გააკონტროლე სად არის ეს 2 თვალი. წინა რიგიდან 4 თვალი, რომელიც დავშიბეთ, 1 აქ მოაკლდა цаრიელი, აი მოვიდა აქ და აღარ არის цаრიელი უჯრა. 1 აქედან მოაკლდა, აქაც цаრიელია. ესე იგი შუა 2 თვალი უნდა დავშიბოთ ახლა. და 1 აქედან მოვაკლოთ, 1 აქედან მოვაკლოთ. ესე იგი, აი ეს 4 თვალი წინა რიგიდან ახლა 1 აქედან მოვაკლოთ, ნიშნავს, რომ პირველი, რომელიც ბოლოს დაშიბული იყო, აი აქ ბოლო რიგზე, მოვქსოვ ჩვეულებრივად. 1-2 თვალს დავშიბავ და მე-4 ბოლო თვალსაც მოვაკლებ, მოვქსოვ ჩვეულებრივად, ამას ნიშნავს ეს. სად არის ჩვენი ძაფი? აი აქ, ასე მომაქვს. აქედან გავალ და აქ გამოვიტან. არსად ზევიდან ძაფების და ჩხირების, აი აქ მოვიტან. 1 ჯერ მოვქსოვ, კარგად მოვჭიმავ და მეორე. ჯერ მოვქსოვ, კარგად მოვჭიმავ და რადგან აღარ მჭირდება მეტი, აქ არ დატოვო არასოდეს, როცა მთავრდება იმ ძაფით მუშაობა, რაც გიკავია აქ. წაიღე
აი ასე დაიკავე აქ, მოდი და მეორე ხელით აგერ გაიტანე იქით. ისევ ამ თვალს უნდა მოეხვიოს აქ და იქით დატოვო ეს. აქ ჩვეულებრივად ვქსოვ. რადგან აქ აღარაფერი არ მაქვს და ეს რომელიც მიდის მწვანე აქ ყვავილის ღერო, ისევ იმ თვალს დავშიბავ. აი მოვედი, ეს თვალია. აქ სადღაც მაქვს ეს, ხო? აი ეს. აი აქ. ამ ძაფიზებიდან არა. შეიძლება ახლა შეწუხდეთ ძალიან ბევრს ვამახვილებ ყურადღებას, საიდან მოიტანო, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ძაფებს შუა, აი ამ ჩხირებს შუა შემოიტანოთ მოსაშიბი ძაფი. ახლა ამას უკან გავიტან, აქ არ დაგრჩეთ. აი აქედან მოვალ და გერ წავიღებ. დანარჩენს მოვგსოვ. სქემა მეტს არაფერს არ მიჩვენებს. ცარიელი უჯრები არის ჩვეულებრივი თვლები, ქსოვ, რასაც ქსოვ. შემდეგი რიგი. დავამთავრეთ ყვავილი, დავშიბეთ და ახლა ნახე, მოგსოვ, სულ ასე ჩვეულებრივად მოგსოვ ამ ჩხირს, აქ აღარაფერს არ მოგქარგავ და მოხვალ აი აქ ყვავილის ღეროს, რომ ქარგავ, ქსოვ. აქ დარჩენილ ძაფებს რაღაცა სქემა დაამთავრე და გააგრძელე ქსოვა. აქ დარჩენილ ძაფებს ზედმეტებს წააჭრი, ჩაანასკვებ, შემდეგ ბოლოს თუ როცა იქნება, გაანთავისუფლებ, გაასუფთავებ, დაამაგრებ და დატოვებ. აქ ახლა ნახე, ეს ღერო რომ მიდის, აქ რას გვეუბნება შეხედე ახლა, ეს ღერო ასე მიდის, ასე იქსოვება ერთი თვალი. ეს იგივეა, პირველი თვალი რომ მოხვედი, აქ ხო იგივეა, რომელსაც აშიბავებდი, აი ეს. შემდეგ დაუმატეო ერთი, წინ კი არა. შემდეგ. აი, იგივეს ხო დაშიბავ, შემდეგ კიდე ერთი დაუმატეო. აი ეს ძაფი აქ მაქვს და გამოვიტანე აი აქ. აი აქ. ერთი, ეს ის თვალია, რომელიც სულ მომაქვს და მომაქვს, აი აქ, ხო, აი ეს ღერო. შემდეგ კიდე ერთიო. ეს იმას ინიშნავს, რომ აქ მეორეც მჭირდება, დავშიბო. მეტი არაფერი. ამიტომ ამას ასე გავიტან და დავტოვებ, აქ დავიკავებ. ძაფის ქვევიდან მოვალ და იქით გავიტან. სულ ეს ამეგობრებო დაშიბვა. არაფერი რთული აქ არ არის, როცა ნახულობთ იმ ჭრელ ლამაზ დაშიბულ წინდებს, აი ასე კეთდება ეგ ყველაფერი. აგერ ყვავილი, აგერ ფოთოლი და ვაგრძელებთ ჩვენ სქემას. შემდეგი მივიწევთ წინ და რას ვაკეთებთ. აქ ისევ ჩვეულებრივად იქსოვება, არაფერი არ ხდება. ჩვენ ვქსოვთ, სანამ თავისუფალი თვლებია და არაფერს არ გვეუბნება სქემა. ცარიელი უჯრები ეს არის, რომ წინდას ქსოვ ჩვეულებრივად. არაფერს არ ცვლი იქ. ახლა ნახე. მოვედით ყვავილის ღეროსთან. ჩვენ აი ეს თვალია, რომელიც ღეროს ქსოვთ, ხო? შემდეგ ერთი დაუმატეთ წინა რიგზე. ახლა ნახე 1, 2, 3 თვალია და ეს 3 თვალი სად არის? 1 და 2 იგივეა, მესამე შემდეგ, კიდე შემდეგ არის. აქეთ მოვდივართ მარცხნივ. კარგი. ყოველთვის აკონტროლე მიმართულება, საით მიდის ფერი. წინიდან უნდა დაამატო ის თვალი თუ შემდეგ. 1,
ეს არის ღერო, რომელსაც ვქარგავთ, მოვდივართ და ვაშიბავებთ. მეორე, რაც წეღან დავამატეთ, შემდეგი და ახლა მესამე კიდევ ერთი შემდეგი. აი ეს. ესაც 3 თვალი დავშიბეთ, ეს ძაფი ასეთ გავიტანე ისევ, იქიდან მოვედი და იქით წავიღე. საქსოვი ძაფის ქვემოდან. დანარჩენი მოვგზო ჩვეულებრივად. მოვედით აქ და ვაგრძელებთ. ერთი ვნახოთ, რას ვაკეთებთ. აი მეგობრებო, ჩვენი სამუშაო საქმე. აი აქ ვართ ახლა, ნახე, ეს ღერო მოდის, ამ ყვავილის ღერო მიდის აქ თავისთვის. სულ ეს ერთი თვალი უნდა დაშიბო მთლიანად სულ სიმაღლეზე. მაგრამ ახლა ნახე, დავიწყეთ ხო თავიდან. აქეთ დაემატა, იმიტომ რომ ყვავილი მოდიოდა, ყვავილის ღერო გაიყო, წავიდა თავისთვის. შემდეგ ვაგრძელებთ, აქეთ დაემატა, ეს ფოთოლი იყო და ჩვენ გვაქვს უკვე ეს ერთიც და მეორეც, ყვავილი, ფოთოლი და გავაგრძელეთ, ხო? მოვდივართ, ახლა მოვდივართ და ეს ხო დავამატეთ შემდეგ. ახლა ხო დავამატეთ უკვე 2 კიდე. აი 1, 2, 3, ეს უკვე მოვგზოვეთ ჩვენ აქ და დავშიბეთ. ეს უკვე ყვავილის ღერო მიდის, ნახე, აქეთ. შემდეგ ეს გაგრძელდება, წავა ეს ღერო თავისთვის და აქ ნახე, აქ რომ მოხვალ წინ. შემდეგ კი არ იქნება წინ. ამას რო აშიბავებ, ხო, ამის წინ დაამატებ ერთ თვალს. რადგან ახლა შეიცვალა უკვე, აქეთ თუ ყვავილი იყო, ახლა აქეთ არის. აქეთ თუ ფოთოლი იყო, ახლა აქეთ არის. სულ ერთ მხარეს რო არ მოგიხვდეს და არ გამოგივიდეს ულამაზო ნაქსოვი, ასე ვთქვათ, მოგხარგა შეანაცვლებ ადგილებს და გამოგივა უფრო ლამაზი, ხო? ახლა ჩვენ ვართ აი აქ. უნდა გავყოთ, უკვე ყვავილის ღერო იქით მიდის და ეს ღერო ჩვეულებრივად თავის გზაზე მიდის. ერთი უნდა დავშიბოთ, რაც ყოველთვის მიდის თავისით, ერთ თვალს გამოვტოვებთ, გვსოვთ ჩვეულებრივად, цаრიელი უჯერ ამას ნიშნავს და შემდეგ 2-ო, ეს იმას ნიშნავს, რომ მესამე თვალს იგივეს და მეოთხე კიდე შემდეგ. კიდე შემდეგ, აი ეს მეორე. აი დამწყებისთვის მინდა რომ ძალიან გასაგები და ადვილი იყოს, ეს ფერები იქით-აქით როგორ გადადის თვლებზე და საიდან უნდა დაამატო და რო გამოგივიდეს, რომ აქეთ მხარეს წაყვიდე თუ იქით მხარეს წაყვიდე და ახლა ნახე მოვედით ღეროსთან. ვთქვი, რომ ეს თვალი სულ ასე უნდა დავშიბოთ. კარგი, ეს თვალი ყოველთვის ასე უნდა დავშიბოთ, რადგან ეს არის ყვავილის ღერო და მიდის სულ ასე თავისი გზით. აქედან ფოთოლი მიემატება, იქიდან ყვავილი, ეს უკვე სხვა არის. ერთი მარტო, რადგან აი ყვავილის ღერო გაიყო უკვე, ერთ თვალს ვგსოვთ ჩვეულებრივად და აუცილებლად უნდა გაიტანო, აქეთ არ დაგრჩეს, თორე ასე ვერ დაშიბავ, არ გამოგივა ეს, რასაც აკეთებ. ერთი თვალი მოვგზოვეთ. ახლა ისევ გჭირდება 2 თვალი. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი შემდეგი ემატება ახლა აქ. ისევ მოვიტან. ეს კი მქონდა აქ, დაუკვირდი, ეს კი მქონდა აქ, მაგრამ აქ არა. აქედან გავიტანე, რომ ჩვეულებრივ სუფთად მომეგზოვა. ახლა ისევ აქეთ მოვიტან, აი აქ უნდა გქონდეს, ან არ უნდა გქონდეს. 1 და 2-ო, მე მეორესაც დავამატებ შემდეგს. აი ასე. და დანარჩენს მოვგზოვ ჩვეულებრივად. ნახე ახლა როგორ გაიყო ყვავილის მთლიანი ღერო,
აი ამ ღეროსგან ახლა ეს გარეთ რომ მიდის აქეთ, აი აქ მერე ყვავილი უნდა მოვქარგოთ, კიდე როგორც აქ მოვქარგეთ. ახლა აქეთ და აი ეს ღერო აქეთ მიდის, ეს ჩვეულებრივად მიდის პირდაპირ. შემდეგ, ნახე ახლა ეს ჩვეულებრივად იქსოვება უკვე, აქ არაფერი არ გვაქვს, სანამ არ მივალთ გარკვეულ სქემამდე, ხო? აქეთ ვქარგავთ უკვე და მოდის ეს. შემდეგი, აი ეს, აქეთ. ახლა ვართ სად? აი ამ რიგს ვგზავთ ახლა, აი ამ რიგს ვგზავთ ახლა. ეს მიდის ჩვეულებრივად ვქარგავთ აქ თავისთვის, ეს ერთით აქეთ იწევს, ორ-ორი თვალი შიბავდება ყოველ რიგზე უკვე, ნახე, 2, მაგრამ ერთი თვალით აქეთ იწევს და აქ ცარიელი ჩვეულებრივი საქსოვი თვლები მრავლდება. აი ნახე, ერთი იყო წეღან მოვგზოვეთ და გაიყო ეს ღერო და ეს ღერო, ახლა 1-2 თვალი ჩვეულებრივი უნდა მოვგზოვოთ და შემდეგ რომ აქ დავშიბავთ მწვანეზე, კიდე შემდეგს დავამატებთ გარეთ, უფრო გარეთ. ეს ჩვეულებრივად მიდის. ეხლა აქ გავაკეთოთ რაც იქ ვთქვით. აი ეს თვალი, რომელიც იქსოვება ეს ღერო, ეხლა ახალ ძაბს დავამატებ, რადგან იქ ცოტა და აქეთ-იქეთ ტარებას აზრი არ აქვს. აი აქ ჩავამატოთ ჩვენ. რომ ის ძაფი არ ვაწოწიალოთ აქეთ-იქეთ. ასე. ერთი თვალი მხოლოდ. ეს არის ყვავილის ღერო. მოვჭიმე კარგად, დავაბრუნე უკან, რადგან შემდეგ ჩვეულებრივად უნდა მოვგზოვო, გავიტანე აგერ იქით და დავტოვე. ახლა 2 თვალი უნდა მოვგზოვო, როგორც სქემაზე მიჩვენებს. 2 თვალი. ერთი მწვანე დამრჩა აქ. და მე მჭირდება 2, რადგან კიდევ შემდეგი 1-ო. 1, ეს ბოლო მწვანე წინა რიგიდან დაშიბული და კიდევ 1 გარეთ შემდეგი. ასე მოვგზო, ახლა კარგად მოვჭიმა, დავაბრუნებ, ისევ იქ გავიტან. აი წავიდა ეხლა, უფრო გარეთ წავიდა ეს ღერო, ეს მიდის თავისთვის. ვაგრძელებთ. ეს უკვე მოგსოვილი გვაქვს ეს რიგი და ახლა ვართ აი აქ, ახლა დააკვირდი. აქედან ეს როა დახაზული, აქედან აქამდე არის ჩვენი სამუშაო თვლები. აქ დათვლილი გვაქვს თავიდანვე ჩვენ გადავთვალეთ, დავიანგარიშეთ, საიდან უნდა დაგვეწყოს, სად დავშვით, როგორ ეს წინა ვიდეოში ნახეთ, წეღანაც დასაწყისში ვთქვი. ახლა აქედან აქ ვართ. შენ ეს ღერო მიდის აქ და აშიბავებ ამას, ხო? თუ გინდა აქედან დაითვალე თვლები, თუ გინდა დასაწყისიდან, რადგან აი აქედან მოდიხარ, აქედან ეს არის აქ და ყველა თვალი განსაზღვრულია და დათვლილია. წეღან თუ აქ რომ მოვედით, მე ვთქვი, რომ ეს ღერო რო იქსოვება და აქ მოდის და იქარგება, შემდეგ ემატება 1. ახლა ნახე, აქ შემდეგ აღარ ემატება, წინ ემატება. როცა მოხვალ აი ამ ღეროს დასაშიბად, ჯერ წინ 1 თვალს დაშიბავ, შემდეგ თვითონ ამ ღეროს. მაგრამ ნახე, ზუსტად ამ რიგზე გისჩვენებს, რომ 1-2 თვალი ცარიელია მოქსოვილი ჩვეულებრივ და აი აქ კიდე 2 თვალი დაშიბულია. ახლა გინდა ამ ღეროდან დაითვალე შენ, აი ეს ღერო აქ აქვს, ეს.
ამ თვალს დაამატებდა ერთით წინ დაშიბეო ერთი და შემდეგ ისევ რა თქმა უნდა ეს, შემდეგ ორი თვალი მოქსოვე ჩვეულებრივო და შემდეგ ორი თვალი კიდე დაშიბეო. ესე იგი, აქედან ვიწყებთ მუშაობას კიდევ. ამ რიგზე ახლა რომ მოვალთ. თუ გინდა, აქედან დათვალე 1, 2, 3, 4, 5 თვალი ჩვეულებრივად უნდა მოქსოვო, цариელი და შემდეგ დაიწყე დაშიბვა. მე მგონი გამიგეთ, რასაც ვამბობ, რადგან თუ გინდა ორიენტაცია გააკეთოთ აი ამ რო კარგავ ამას მიყვე და ამის მიხედვით აკონტროლო სად რა უნდა დაშიბო, აი ამ ღეროს რომ მიყვები, წინ დაუმატე ერთი და შემდეგ რა თქმა უნდა ეს. ამის წინ ორ თვალს გადავთვლი, цариელს მოვქსოვ წინ ჯერ. კიდე ორ თვალს აი აქ და აქ დავშიბავ და შემდეგ ისე გავთვლი ამ თვლებს რომ მოვალ რომ ეს აქ დაშიბული დავტოვო, მოვქსოვო, დაშიბო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ გინდა ახლა რომ მოხვედი ამ რიგზე ეს გაქვს დასაშიბი, ამიტომ დაითვალე რომ უნდა მოქსოვო აქედან იწყებ ეს არის აქ. რომ უნდა მოქსოვო 1, 2, 3, 4, 5 თვალი და ორი თვალი უნდა დაშიბო აქ უკვე იწყება ფოთოლი. და შენ თუ აქ არ დატოვებ ამ ორ თვალს დაშიბულს, ვერ წახვალ ასე და ასე რომ ეს მოდის აქ უნდა შეაერთო და გამოიყვანო ფოთოლი. ამიტომ წინასწარ უნდა დაიწყო ამ ფოთოლი მოოგრეხილი ამ ჩამოხვეული ფოთოლის აქედან მოკარგვა. ასე. ამიტომ უკვე აქ გაქვს ორი თვალი. ერთი სიტყვით. აქედან დაითვლი თუ ამ ნახატის მიხედვით შენი გადასაწყვეტია, რომელიც უფრო გეადვილება, მაგრამ აუცილებლად რომ მოხვალ აქ უკვე უნდა იცოდე, მონიშნული კონდეს, რომ ეს ორი თვალი უნდა დაშიბო. ერთი სიტყვით დავიწყოთ ახლა. დავამატოთ უკვე ახალი რაღაცები. ერთი, მე ვიწყებ ახლა აქედან დათვლას. აი ეხლა რეალურად აქ გავაკეთოთ იქ, რასაც ვამბობდი იქ, ხო? ის გავაკეთოთ აქ. 1, 2, 3, 4, 5. აუცილებლად იქნება 5 თვალი, როგორც აქ მიჩვენებს, რადგან მე ეს სქემა განსაზღვრული მაქვს აქედან აქამდე. და რო დავიწყე ქსოვა, ზუსტად რამდენი თვალიც მქონდა, იმ 20 თვალზე გავთვალე. ახლა რა მინდა გითხრა, შეიძლება შენ გქონდეს 24 თვალი ქსოვდე, უფრო 12 თვალი გქონდეს ჭხირზე, ვამბობ. ან 14, ან 10, ან 8, არ ვიცი. აუცილებელი არაა 20 თვალზე გათვალო ეს. თუ გაქვს 24 თვალი, გააშუალედებ და ამას დაიწყებ ისი აი აქედან, რომ აუცილებლად ნახევარი აქეთ უნდა იყოს, ნახევარი აქეთ ასე და ეს ცენტრში უნდა გაყვეს, რომ ლამაზად გამოგივიდეს და აქ არ მოხდეს. ეს ნათქვამი გვაქვს წინა ვიდეოში. ამიტომ ახლა თუ ბევრი თვლები გექნება ჭხირზე, მეტი თვლები გექნება აქ, თუ ნაკლები თვლები გექნება ნაკლები, მაგრამ გეცოდინება რამდენი თვალი დატოვო, რამდენ თვალზე განსაზღვრო. აქ თუ ახლა არის, აი ამ სქემას ხო გადმობეჭდავ, როცა ვისაც სურვილი ექნება, რომ ეს მოკარგოს, დაშიბოს წინდაზე, ამ სქემას ხო ამობეჭდავ, არა? შენ გაქვს დაუშვათ 12 თვალი ჭხირზე, შესაბამისად გექნება გვერდზე 24 თვალი. ამ 24 თვალს გააშუალედებ აი ამ მოსაქარგს იმ 24 თვალზე და აქ რამდენიც მოგიწევს, იმდენად მეტის დათვლას დაიწყებ. ეს ზუსტად შუადღილას უნდა მოკარგო მაინც, რამდენი თვალიც არ უნდა გქონდეს შენ ერთ გვერდზე. მუშაობ აქიდან აქამდე, ერთ გვერდზე. თუ ბევრი თვლები გექნება, აქედან ბევრი მოგიწევს, მეტს დაითვლი, 6-ს დაითვლი, 7-ს დაითვლი, არ ვიცი, თუ ნაკლები, 3-ს, 4-ს და ასე შემდეგ.
არ არის ეს აუცილებელი რომ აქედან 5 თვალი იყოს. ამ შემთხვევაში გვაქვს აქ 100. თუ მეტი გექნება ეს ნახატი მაინც შუაზე უნდა მოგსოლო, აქ წინდის შუა. ამიტომ იქით აქეთ დატოვე ზედმეტი თვლები. გონი გასაგებად თქვი, არ ვიცი, ვაგრძელებ. 2, 4, 5 თვალი მოგსოვე და მჭირდება მწვანე, რადგან მიჩვენებს აქ, რომ ფოთოლი უნდა მოვხატო, ხო? და ჩავაბამ ახალ ძაბს. აქ, როცა ვიწყებ დაშიბვას, აი მაშინ ჩავაბამ ამ ძაბს. აქ. წამოვიღებ, აი აქ მოვიტან, აი აქ. ყოველთვის. ერთი მოვჭიმავ კარგად და მეორე, რადგან 2 თვალი მჭირდება დავშიბო. ერთდროულად აქვე. გვერდი. ასე, მეორე. ახლა აღარ მჭირდება, წავიღე, აი აქ დავიკავებ, იქიდან მოვალ ახლა და გავიტან. 1, 2 თვალი უნდა მოვგზოვო ჩვეულებრივად, რადგან ცარიელი უჯრა. და ახლა ნახე. აი ეს ღერო, რომელიც შიბავდება და ერთით წინ უნდა გადავინაცვლოთ, რადგან ეს ღერო ასე უნდა წავიდეს. ერთით წინ ჩავამატოთ მოქარგული თვალი. აი ერთით წინ აქ არის. ეს ერთით შემდეგი იყო. ახლა ერთით წინ. მოვიტანოთ ეს ძაფი. ჯერ ერთი თვალი წინ დავშიბოთ. მოვჭიმავ კარგად და აი ის ღერო, რომელიც მიდის და მიდის თავისთვის. ესაც მეორე. აღარ მჭირდება ეს ძაფი, ისევ აქ გავიტან, ამ ძაფის ქვევიდან ასე გავიტან. გამოგვივიდა ხო ერთით წინ. ახლა იცით უკვე, თუ აქეთ მიდის ერთით შემდეგ დაამატო და გაყო და წახვიდე, თუ აქეთ მიდის ერთით წინ გადმოხვიდე და შემდეგ მოხვალ აქამდე. აქ არ ვიცი, აბა ვნახოთ ახლა აქ რას ვაკეთებთ. აი ამ რიგს ვგზავთ ჩვენ, აი აქ. ახლა აქ დააკვირდი, ეს თვალი აღარ, შემდეგ ბოლო მწვანე ისევ დაშიბეო ზემოთ და კიდევ ერთი დაამატეო შემდეგი. 1, 2, 3 თვალი ცარიელი მოვგზავნოთ ჩვეულებრივ და შემდეგი დავშიბოთ და კიდევ შემდეგი ერთი დავამატოთ. კარგი, აი ეს ერთი თვალი, 1, 2, 3 თვალი მოვგზავნე, ბოლო რაც იყო დაშიბული, ეს ძაფი აღარ ვარგა, აღარ გყოფნის. აი მოვიტანე ისევ ეს რაღაც რაოდენობას ავიღებ, ასე მოვაჭრი, ჩავამაგრებ და გავაგრძელებ ქსოვას. აი ეს. თუ სადმე ქვევით დაგრჩა ბევრი ძაფი აი ასეთი, შეგიძლია იქ ჩააჭრა ისე, რომ დასამაგრებელი და ჩაანასკო ბოლოს იმხელა დატოვო, დანარჩენს მოაჭრი, წამოიღებ, თუ ექნება საკმარისი სიგრძე, აქ სადმე მოაბავ იგივე ფერი, როცა დაგჭირდება, გააგრძელებ დაშიბვას. ყველგან გამოიყენებ, სანამ ამოილევა ამ ძაფს. სადაც გინდა ჩააჭერი, სადაც გინდა ჩაამატე. როცა გჭირდება. 1 და 1 კიდევ შემდეგი, გარეთ, უფრო გარეთ. აი ერთით გარეთ გამოვედით. აღარ მჭირდება. აი ძაფის ქვევიდან გამოვდივარ და ისე მიმაქვს იქით.
აი დღევანდელი ჩვენი ნამუშევარი მეგობრებო და ეს სქემა შეგიძლიათ აქედან არ დასკრინოთ, ამობეჭდოთ. ძალიან კარგი ქართული გვაქვს. ამობეჭდოთ და აი ამის მიხედვით შეგიძლიათ შემდეგ მომყვეთ და ასე გსოლოთ, ვისაც გაინტერესებთ და ვისაც გინდათ დაშივა. აი ეს არის, შემდეგ გავაგრძელებთ, შესაძლებელია აი ეს, შემდეგ ეს იქით გადაიტანო ეს ისევ აქეთ როგორც აქ არის. და სადამდეც გსოვ წინდას, რეზინამდე რომ იხვალ, აი იქამდე ეს უნდა შეცვალო. ახლა აქეთ არის ფოთოლი, ახლა აქეთ, შემდეგ იქით და ამ სქემასაც აქედან იწყებ, აღარ გინდა სულ რამდენს დახაზავ ახლა და მოხატავ ამას. აქ რო დაამთავრებ, საიდან რამდენია განსაზღვრავეს დატოვებული, იქიდან იწყებ ასე, იქიდან იწყებ შემდეგ ასე. ახლა უკვე იცი, აქეთ რომ მიდის, ეს როგორ წაიღო იქეთ, ეს როგორ წაიღო აქეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით. ფიქრობ, ვისაც სურვილი ექნება ისწავლოს და მოგსოვოს დაშიბული წინდები, გამოადგება. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.